გამარჯობა. მარტივი, ამავდროულად მულტიფუნქციური და თანაც ბიუჯეტური. დღეს განვიხილავთ Honor-ის Pad 10 და გავიგებთ თუ რატომ ღირს მისი შეძენა. 2.5K რეზოლუცია, 120-იანი refresh rate, 10 ბიტიანი ფერის სიღრმე და HDR მხარდაჭერა. დიახ, ესეთია Honor Pad 10-ის 12.1 ინჩიანი ეკრანი. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ დიდი ეკრანი, კაფეო გამოსახულებით, რომელიც იდეალურია კითხვისთვის, multitasking-ისთვის და ვიდეო კონტენტის საყურებლად. Floating window ფუნქციის საშუალებით აპლიკაცია იხსნება mini ფანჯრებში, რომლის манипуляციაც თავისუფლად შეგიძლიათ კონკრეტული დავალებების შესასრულებლად. შეგიძლიათ აირჩიოთ და გადაიტანოთ კონტენტი, როგორიცაა ტექსტი, სურათები და ლინკები, კონტექსტზე ადაპტირებულ გვერდითა პანელში. ეს გვერდითა პანელი შემდეგ გთავაზობთ შესაბამის აპლიკაციებს ან მოქმედებებს არჩეული კონტენტის საფუძველს. მაგალითად, თუ კი მხედველობაში გაქვთ კონკრეტული ნივთი და მას თითისწრიული მოძრაობით შეეხებით, პორტალს შეუძლია გირჩიოთ, სად შეგიძლიათ მისი შეძენა. რაც მთავარია, AI Notes, რომელიც ჩანაწერების გაკეთებას საგრძნობლად ამარტივებს. მიუხედავად იმისა, რომ AI ფუნქციები ინგლისურ ენაზე ოპერირებს, ის მაინც საკმაოდ მოსახერხებელია. ნოუთებში ჩაშენებულ AI შეუძლია ხმის ჩაწერა და მისი ტრანსკრიფცია ტექსტად. ხოდა, თუ კი ეწევთ პადს, რომელიც იდეალურია multitasking-ისთვის, სამუშაო თუ სასწავლო აქტივობებისთვის და არის ბიუჯეტური, Honor Pad 10 თქვენთვისაა და გელოდებათ სупერში.